მოგესალმებით 3 მინუტოვანის ვიდეო სიუჟეტში კიდევ ერთხელ. კაი არის. კი. ბევრი ნიუსი მოხდა სექტემბრის პირველ ნახევარში. წარმოდგენა არა, მაგრამ რა მოხდა. ეხლა გავურიგებთ. მოამზადე რაღაცეები. ცხოვრობ ბოლო 2 კვირა. ზენ მუშაობდი რა კიდე ხოშენად. მე აღარა ვარ ინტერნეტთან არანაირ კავშირში, მოვიწყდება ხოლმე ტელეფონი რასაკეთებს. როცა რამეზე ვარ კონცენტრირებული, ასე რომ ჩემი წინაზე მქონდა ინტერნეტი, მაგრამ მაინც არ წავიკითხია ნიუსები და გავამზადე და დავიწყოთ ერთი ახალი პრინტერით, რომელიც გამოაცხადა ეს კომპანიამ, რომელსაც ქვია Fiber Seeker 3. Fiber Seeker 3. ბოჭკოს მაძიებელი 3. არაფერს არ მეუბნება ეგ. ეხა ამ წამში ბოჭკოვან პრინტი. მარტივად 2 ნოზლიანი, 1 ჰედიანი პრინტერი არის, რომელსაც შეუძლია 2 რაღაცის გაკეთება. ანუ 1 ნოზში უერთდება carbon fiber-ის ფილამენტი და შეუძლია რომ მეორე მხარეს კიდე ნებისმიერ PLA, PETG რაღაცები რაც შევაგდო და შეგვიძლია PLA-ით გარე კედლები დაბეჭდო და ინფილი გააკეთო carbon fiber-ით. რომ უფრო მყარი შიგთავსებას. ხო და ეგ ორნოზლიანი სხვა რაღაცისგან დიდ განსხვავება დავუშვათ აი H2D-სგან. H2D-ში ჩადე ერთი ნოზლი ერთ ნოზლში ჩადე carbon fiber ფილამენტი, მეორე ნოზლში ჩადე PLA-ით დაბეჭდე გარსი, carbon fiber-ით დაბეჭდე ინფილი. ეს სხვას. ან ეს ნოზლი carbon fiber-ისაც არის სპეციალიზირებული არის, carbon fiber-ზე. და თან ორმაგი ნოზლი არის. მატროშკა ნოზლი არის. მაგაც მეორე ფუნქცია აქვს, რომ ეს PLA და carbon fiber-ი ერთდროულად დაბეჭდოს. ანუ carbon fiber-ის core-ს უკეთებს PLA-ს და შეიძლება მაგით ერთდროულად ბეჭდო. აი hot dog-ი ვითაკეთებს? ანუ უფრო შაურმასავით. უფრო შაურმასავით? სადაც PLA არის პური და შიგთავსი არის carbon fiber-ი. არა, ასე ვთქვათ, 0.4 მმ-იანი ნოზლი თუ უშვებ, ას მაგ 0.4 მმ-ის 0.1 ან 0.2 რაღაც არის carbon fiber-ი. ნოზლში კიდე ერთი ნოზლია და ის უშვებს შუაში. ზუსტად როგორ მუშაობს. proprietary თავისი სისტემა აქვს, მაგრამ ხო მაგას აგერებს. ანუ ის 3 ნოზლიანი გამოდის, უბრალოდ 2 ნოზლი მუშაობს მარტო. ანუ ერთი მეორეში არის რა. ხო. და შერევა რას ემსახურება ეგ? carbon fiber-ი? ანუ ზოგადად carbon fiber infused ფილამენტები ხო იყიდება უკან, თუნდაც PLA, PETG, რომელიც ანუ უფრო სიმყარეს და სიმგიცეს ზდენს რაღაცებს. მაგრამ ეს core რაც არის, ანუ carbon fiber-ი ხო თვითონ არის ძლიერი. ეს გამოდის carbon fiber infused. ხო. ეს ორი infused. Infused-ს არის უბრალოდ ნაწილაკები ყრია და აქ ანუ solid ერთი core-ია რა. და ანუ რობეჭდა ანუ არ არის ის რომ ანუ აქ შეიძლება უფრო ნაკლები იყოს იქ ცოტა მეტი ანუ გაჩე იქ როგორ შეაზავეს ქარხანაში. ხო. ანუ ერთი solid-ი არის რა. მაგრამ ანუ უმეტესად PLA-ს და PETG-ს და ანუ ABS-ს რას უკეთებ გარშემო. უბრალოდ იმისთვის არის რომ მიეწებოს ერთმანეთს. უბრალოდ სუფთა carbon fiber-ი არ ეწება ეს. მაგრამ სუფთა carbon fiber-ი ხო არც დნება, არც იღრება, რაღაცა დონეზე შერეული მაინც არის PLA ან PETG ან რაღაც მასალა არის შიგნით პლასტიკში არეული გახსნილი და მაგრამ რაღაცა მაღალი კონცენტრაციის carbon fiber ფილამენტს გულში ატანებ კაბელივით, ხო? ეგრე გამოდის. შალითა უკეთდება. ხო და უბრალოდ ან მაგას უკეთებს რომ თვითონ ამ carbon fibers ან layer adhesion-ი როგორც ასეთი აქვს, მაგრამ ანუ მარტივად იშლება. ხო. შეიძლება ეგრე უბრალოდ ან წებოს მაგივრად იყენებს მაგას. საინტერესოა. დენს რო ატარებდეს რას იზამდა? დენს გამტარი ფილამენტები რაღაცები არსებობს. დენის გამტარი, საერთოდ კი, ანუ სპეციალური ფათი და რაღაცები არის, მაგრამ უფრო რამდენი ნახე, რომ ანუ შოქის დიოდის პატარა მართულს ატარებენ ან PLA-ში ეგრე რა. ხო. მაგრამ ის უკვე უწყვეტი მართულია და უბრალოდ PLA-ს ასხამ გარშემო, ხო თუ როგორ? ანუ იგივენაირად აი გვერდი ანუ სვარგას როგორ საკეთებ რა, ანუ გვერდიდან აწვდი იმას და ისიც ანუ გარშემო ასხავს რა საერთოდ. იგივენაირი პრინციპი პლუს მინუს, მაგრამ უფრო ისეთი რა. და ბეჭდავს მერე იმ შუაში ჩატანებული ღეროთი ამ შუში. ხო, მაგრამ ლიმიტები გაქვს მაინც, ანუ რაც ის შუში, ანუ რაც ღერო რაც არის ეს დიოდის. ანუ პლატა 60 გრადუსზე რაღაც 2 მმ მონაკვეთში ხო ვერ დააკეთებ ან მაგის აქა და ისე რომ ანუ გვერდებზე მაინც დაბოლოება გჭირდება UPLA-იო
რომ ანუ დენი გაატარა რომ შუქი იყოს. ნუ უნდა გაჭრა უბრალოდ აკრატლით რაღაც და ან მაგით და შეიძლება პროს მოფხიკო რა როგორც ჩვეულებრივი სახის კაბელი. კი. ხო, რაღაც ფილე უნდა არ მახსოვს ხომ ნიუსი კონკრეტულად ლინკი არ მაქვს. მაგრამ მიკროსქემების საბეჭდი ფილე გაიჩნდა და დენს ატარებს და მასშტაბი წრედებს ხატავ. ხო, ეს 3D პრინტერზე აკეთებენ. და პრინციპში მე შეგვიძლია რომ ის კაპაციტორები და ყველაფერი დაამაგრო ზემოდან. Вот მანდისა რომ ანუ გინ ფილე გინ PETG ABS ანუ ეგ უნდა გათვალო რამდენად დენ და სითბო გამტარი არის მართულთან შედარებით. ანუ მართული უბრალოდ სუფთა მართული რა იყო ხო გახურდება ანუ ნატურალ რტო გვაქვს ვოლფრამის პატრა ძაფი არის რომელიც ანუ დენი გადის ხურდება და გვალის სინათლეს ანუ ეგ ფილე რამდენად არ გადნება რომელი ფილამენტი უნდა გამოიყენო ამ სპილენძის მართulis გარშემო ABS-ი ყველაფრის პასუხია. არა მაინც შეიძლება გადდეს რა კი მოიჭველი ან რა ვიცი გაიჩინა როგორ გაცხელდება მართული პრინტერი ეხლა თან ისე რომ ყველა ვარიანტში საბოლოოდ ან TPU-ს მაგვარი რაღაცა დაგჭირდება ანუ მაინც დრეკადი რო იყოს PLS TPU და თან ანუ რეალურად ანუ რეზინა ხო უნდა ქონდეს რა დენი და აკა დასამიწაბლა და რაღაცა როგორც არის ხო და TPU ჩემი მგონი PLA-ზე უფრო მეტად დეფორმირდება რაღაც ტემპერატურებზე შუალედში აი რაღაც ის არის რა sweet spot-ი აქვს რაღაცნაირი რომ ქვედა ზღვარი უფრო მაღალი აქვს თითქოს PLA-ზე რა ან რაღაც თავში აი 100 გრადუსს თითქოს უკეთესად უძლებს სავით მაგრამ რაღაც აი 140 გრადუსზე დეფორმაციის თვალსაზრისით ანუ არ დნება მაგრამ დეფორმირდება გაცილებით უფრო მეტად რაღაც ტემპერატურებზე ვიდრე PLA-ც მაგრამ დეფორმირება ხო გჭირდება ელასტიურობა რაც მართოს რო აკეთებ ანუ ხონდა იღუნება ხო და ეგ ელასტიურობა მე მაღალ ტემპერატურას რო უმატებს საერთოდ იღვანჭება რა და შეუქცევადად ხო მაგრამ კაია უცნაური ღერო კაი კეთილი შვენიერი ნიუსია მაგის მე არ ვიცი რაში უნდა გამოვიყენო ეგ უბრალოდ სიმყარე დაემატა ხო საკითხს ან ესე გამოდის რომ რაღაც მაგარი რაღაც გააკეთე იცი ამას ვინაძრობს სახე ეს ის ბიჭი ცემენტს რო ასხამს უბრალოდ პრინტერში ო ანუ ეგ უფრო სიმძიმის პონჩი მატებს წონასაც და სიმტკიცესაც ხო აძლევს რა ვიცი რა ანუ ბეტონებს 3D პრინტერს და რაღაცა ნაწილები გამოყავს რა ხო მაგრამ ანუ აბედოსაც შეგნით ასხავს რომ ანუ სიმძიმე დამდგადობა ქონდეს თორე ის PLA-ს რო დაარტყა გატყდება ის როგორც ანუ PLA გატყებოდა რა ხო ხო და აი და შეიძლება უფრო მეტად გაწყვეს სადღაც აი ეს carbon fiber ბლოკი რო დავატაკოთ ცემენტის ბლოკ ჩასხმულ PLA-ს იმას ალბათ წონის და სიმტკიცის თანაფარდობის ხარისხით ალბათ carbon fiber-ის ეგ შუაში ჩაყეროებული ის იქნება რომ ანუ ტიპი აჯობებს მაგრამ შეიძლება აჯობოს მაგრამ შეიძლება ორივე გაიბზაროს რას ვარ მაგრამ იქ ანუ ბეტონი დაიფშნება და PLA გატყდება აკიდე ეს უბრალოდ გაიბზარება. აჰა. ეგ თემაა რა. კარგი. შემიძლია კიდე აგერ ეს არ დაიფშნება, გაიბზარება და დათნება, ან რაღაც დაემართება. და გასაი TPU-ზე ლაპარაკობდით, Race 3D-მ გამოუშვა ახალი i3 IDEX სისტემის პრინტერი, რომელიც სულ TPU-ზე არის გათვლილი და ასეთ flexi მატერიალებზე. რა საკეთებს ეგეც? რა სიჩქარით ბეჭდავ შენ TPU-ს ხოლმე? მე თავიდან TPU პირველად რო დავბეჭდე, პირდაპირ PLA setting-ები გავუშვი და ყველაფერი გამეჭედა, დამეწვა და გამეიხლართა და მე შევედი Reddit-ზე და იმის მერე TPU-ს როდესაც ვბეჭდავ, რელიგიურად უბრალოდ შევდივარ სიჩქარეების განყოფილებაში და 20 მმ წამს წერ ყველგან საერთოდ. მე просто TPU-ს პრისეტზე ვაყენებ. ჩემი სიჩქარე ხო და TPU-ს პრისეტზე რო ვაყენებ, იქ რაღაცა 50-ების 60-ები და რაღაცები უწერია, რომელზეც ასევე გამეჭედა რა, ანუ TPU-ს პრისეტზეც გამეჭედა, PLA-ს პრისეტზეც გამეჭედა, მე უბრალოდ ყველგან 20 მმ წამი ვაყენებ და მუშაობს რა. ხო და ერთ დღეში რჩება ყველაფერს საერთოდ რა. მაგრამ სამეთ ამ ჩვენ i3 IDEX აბა ანუ აში გაყოდებ 200-ით შეუძლია. 200 რასაკეთებს ეგეც? ან 200 მმ წამი. რანაირად? ანუ სპეციალიზირებული ანუ ნოზლი და ჰედი აქვს, რომელიც ანუ კარგად აჭედებს და გათვალისწინებულია ანუ ეს გიერები და რაღაცეები, რომ ანუ ინა TPU-ზე კარგად სწრაფად გაუშვას. მაგრამ
ანუ ეს ნიუსი რაც არის, დიდად არ დაწერეს რამხელა ნოსლზე, რა ტემპერატურაზე. ხო, არა, ის არის. ასე 5 მმ-იან ნოზზე გაუშვებ შენს 200 და 300-ით. 5 მმ-იან ნოზზე ხო, ან შეიძლება პირიქით უფრო ნელა გაუშვა, მაგრამ flow rate-ი გინაზღაურებს და ჯამში უფრო სწრაფად გამოგდის რა. აი სქელი ნოზლით რო აკეთებ, ხო ისა რომ ლეიერი რომ მაღალი გაქვს, შეიძლება რაღაცა ნუ მაინც 20 მმ წამზე გავუშვებდი, მაგრამ მორჩებოდა 5-ჯერ სწრაფად, იმიტომ რომ 5-ჯერ უფრო მაღალი ლეიერი შემილია უცებ რა. მაგრამ ისა 5 მმ-ით საერთოდ შეძლებდი თუ არა დაბეჭდოს. 5 მმ რამხელა? 5 მმ-იანი კი არა, 0.5-ზე მელაპარაკებ, მე მგონი არა. არა, 5-იანზე გეუბნება. რა 5 მმ-იანი ნოზლი არსებობს? ანუ კი. არ ვიცი, 5 მმ-იანი ნოზლი, ესე მგონია რომ 5 მმ უფრო თიხაზე და რაღაც აი 5 მმ-იანი უკვე იმ ხელა რიცხვი არის, რომ მგონია რომ ელიავაზე იყიდება რა, რა ტრუბა, რაღაცა რა. ონკანია ხო? ხო, რაღაცა ისეთი არის უკვე რომ გორგიაში უნდა იყიდო რა ვიცი 5 მმ რა უბედურება მაგრამ ისე გასა ანუ გასა ტექსტი ანუ flow rate და მეორე არის კიდე სითბო გამტარობა ხო ანუ რამდენად სწრაფად შეგიძლია ამ ხელა მასა დაადნო ის რომ სწრაფად იაროს და მე ის ხო არ ვიცი ანუ ტებე ჯოჯოხეთი ტიპი არის საურთიერთობოდ იმიტომ რომ ეწებება იყრება golden tube-ში რომ ყველაფერი ემართება მე ოდნავ რაღაცა 95-აზე ნაკლები ტებეულს დაბეჭდა თუ გინდა რა ვიცი მე ის არის რა პირზე უნდა ექსტრუდერს რაღაცა ჭხირით უნდა ედგე და ეხმარებოდე რაღაც რა ვიცი რა საწნახელში რო ტენიან ხოლმე რაღაც ზემოთ რაღაცა ეგეთი ჯოხი თუ გინდა პატარა მიკარაქის გასაკეთებელი რო ხო მიკრო ადამიანი გინდა რომ მე ამ ექსტრუდერის გიარებს უყურებდეს და ტენიდეს და 200 მილიმეტრზე არ ვიცი აი ტანკის შალგებზე თუ დაალაგეს ეხა აი ამასავით რომ რაღაც ექსტრუდერის მრგვალი კი არ არის რაღაც ესეთი შალგაა და დუ ანუ გძელი ისა ხო გძლად კონვეიერი უფრო არის ვიდრე ხო არ ვიცი ეს ტეპეუთი არის დაბეჭდი რამდენი ხანი დაჭირდა მაგას ეხა ამას დაჭირდა მგონი 15-20 წუთი 15-20 წუთი დაჭირდა ამას 3 წუთში გააკეთებს ესე იგი ის ჯიგარი 3 წუთში არა რაღაც ნაკლებში წუთ ნახევარში შეიძლება მოგოთ ანუ აქ ბევრი დეტალი რო არის და სხვა რო ტრიალებს და ბრუნავს შეიძლება ანუ მაინც შენელება და ანუ გააციე გაახურათ რო არ ჩამოიღვენთოს და ის 200 მმ წამი ალბათ რაღაც მაქსიმალური სიჩქარე მაგრამ რეალურ პრინტებზე რამდენი იქნება საინტერესოა ანუ იგივე არის აი თუნდაც კრეალიტი ბამბუ და ყველა რო იდექს ეხლა 600 მმ წამი 600 მმ წამი რა 600 მმ წამი ანუ 600 შეუძლია იდეალურ იცი ეს კრეალიტი რას ბეჭდავს 600 მმ წამზე 600 მმ წამის ტესტს მარტო ერთადერთი პრინტი რომელზეც 600 მმ წამით დამიბეჭდი არის 600 მმ წამის ტესტი და ეს 600 მმ წამის ტესტი როგორ გამოიყურება იცი ზოლი 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 და ეგ ზოლი არის ეგეთ ხო და ანუ ყველაზე მარტივი ფორმა არის რაც კი რამე შეიძლება გააკეთო ადამიანმა 600 მაღალ სიჩქარეზე ხო და ოდნავ რო ჭირდებოდეს მე არ მგონია რომ სულთად გააკეთებდა მაგრამ რეალურად ანუ მაგ 600-ზე და ეგეთ რაღაცებზე უფრო ანუ ჩელბრი ანუ PLA და PLA Plus-ით ან PET-ით ვერ იზამ ხო და რეალურად PLA და ანუ მე მგონი KIDIS აქ Rapido PLT-ის აქ Hyper PLA რაც ისენს აქ კიდე რაც სხვა რაღაცები და Reality-ის Hyper PLA-ის პროფილიც არის თვალისწინებს თვითონ ჩატვირთულის წინას არის პროფილს 600 მმ წამი არა აქვს შიგნით რაღაცა 300 მმ წამზე და 400 მმ წამზე ბეჭდავს უმრავლეს რაღაცას და ეგ მაქსიმალური სიჩქარე რო გამოიყენო უნდა წაეჩალიჩო უეჭველი მაგას სხვა სიჩქარებს სტანდარტული 0-2-იანი და რაც fast 0.5-5-იანი პროფილი და ასე შეიძლება მანდი იყოს უკვე ხო არა ultra ludicrous და ultra fast mode ხო არა შეიძლება რომ დააჩქარო მოვლენები შენით მაგრამ ის რომ რას გულისხმობ რა რომ აი ჩვეულებრივი ტიპი რო ხარ რომ აი რაღაცა ვიყიდე და setting-ებს არასოდეს არ ვეხები თუ უკვე გამზადებული არ არის ანუ რას გეუბნები რა რომ აი ხელით რიცხვის ჩაწერის გარეშე 600 მმ წამი არც ერთ პროფილში არ არის არაფრის რა ანუ უნდა შეხვიდე შევდაწერო ხო და ანუ ხელით თუ ჩავწერე 600 მმ წამი ანუ ეგ 600 რიცხვი თუ ავიღე და 600 აუკრიფე ესე იგი თავისით არ შვება უკვე რა
შეუძლია, მაგრამ ხო, შეუძლია, მაგრამ ნუ ეგ ის მაგრამ რეალურად 50-საც რო გადასცე უკვე რა. 50 თვისები, 100-ისკენ 200-ისკენ ეს არის არა, TPU-ზე 50 თვისები საღო. არა, TPU-ზე საერთოდ ვიძახი, თუნდაც PLA-ზე ან PETG-ზე, მაგ რაღაცას არ აკეთებ გამოსაყენებლად. უბრალოდ აკეთებ, რომ ფორმა მუშაობს თუ არა. კი. რას უბრალოდ დრეკადი და ცოტა ფილამენტი, იგივე ოდემო ფილამენტია, მაგრამ თავი როგორ გაცივდა, როგორ გახურდა რაღაც, როგორ მიეწეპა ერთმანეთს, უბრალოდ ფორმა მუშაობს, ოკეი, დაუბეჭდეთ 50-ით. ეგ თემა არის. მაგრამ საერთოდ მაგაზე ერთ სხვა კომპანიას ექნება ძალიან საინტერესო flow rate chart-ი. რა ის მოიცა ეს TPU-ს პრინტერი რაღაც. თუ სწორად მახსოვს $2700 არის ამის. ესეც ორნოზლიანი იყო თუ ერთნოზლიანი? არა, ეს ერთიანი არის. ეს ერთიანი. ეს ერთიანი. $2700. ერთნოზლიანი, მაგრამ ორჰედიანი. ორჰედიანი. ხო. და ის იყო 2500 წინა. მოიცა წამს. ჰედი ხო ნოზლსაც გულისხმობს თუ არ გულისხმობს? მაგათ H2D ხო არის ორნოზლიანი, ერთჰედიანი. ჰედი არის tool head-ი, რაშიც არის ყველაფერი. და ამას აქვს ორი ჰედი, ორი ცალი აქვს და თითო ნოზლი აქვს რა. ხო, ორი ნოზლიანია მანქანა ჯამში ხო, ხო რა. ხო, შეუძლია, რამდენი ფუნქცია აქვს. კი, მივხვდი, რასაც კი, განსხვავება. სხვადასხვა ცხოველია, მაგრამ ორი tool head-ი არის და ერთ და იგივე rails-ზე ზის? თუ ხო, ერთ და იგივე rails-ზე ზის. რაღაცა ორი პრინტი ერთად შეგიძლია რომ გააკეთო. ან რაღაცა ერთი შემოვარდა, მეორე შემოვარდა, ერთი შემოვარდა. მულტიმატერიალიც შეუძლია ალბათ რა, ავტომატურად ხა. TPU-ს თუ ბეჭდავს, PLA-საც ბეჭდავს, პროფილი ექნება. ალბათ ისაა, რომ მე მგონი ერთი მინუსი რაც აქვს, შეიძლება ორ ჰედიანს, ორ რაღაცას ერთად თუ ბეჭდავ. მგონი მარტო დუპლიკატის ხო, ალბათ რა, და იგივე მოძრაობა რო აკეთოს, თორე ხო, შეიძლება ვიბრაცია იქნება ისეთი, სხვა თუ მოძრაობს. ერთი ვიბრაცია და მეორე კიდე ის იქნება რომ წინ და უკან რომ მოძრაობს. როგორი პონტი არა რომ ესენი ხო ერთ ხაზი არიან რა და დაუშვათ ამ ღერძზე ამას თუ მეტი სამუშაო აქვს ვიდრე ამ ტიპს ეს ესე იგი უნდა დაელოდოს ამას ხო და აი მაგის მინიმალური რეტრაქშენების და დალოდებების დასმა ჯიკოჩი ისეთი ჯოჯოხეთი იქნება რომ ჯობია. ხო რა ჯობია რომ ფეხებზე დაიკიდო ალბათ რა. არავის არ უღირს მაგისი დასმა რა, დედამიწაზე არავის არ აინტერესებს რა. არა, აი ხო და თან რომც გაუშვა ალბათ მე ორივე პრინტს დაამუტანტებს, იმიტომ რომ ხან ეს ელოდება, ხან იქნება ბლობი, ხან იქნება საერთოდ. ანუ ეს X ღერძზე ხო რა, ხან გაბლობავს, ხან რაღაცა Z-მეც გამოასხამს და ხო, გასასწორებ. Flow rate-ის პრობლემა ექნება შემდეგ კომპანიას, რომელიც არის VoxelJet-ი. მაგათო გამოუშვეს ახალი პრინტერი ქვია VX9000. VX9000. ნეტა რას აკეთებს VX9000? წარმოდგენა არა მაქვს. პრინტერი არის, რომელიც არის მოლდების გასაკეთებლად. მოლდები ყალიბები. ხო, ყალიბების გასაკეთებლად. უბრალოდ გადაწყვეტეს რომ რამხელა გავაკეთოთ? კი, 9 მეტრა 7 მეტრაზე, მეტრა 80-ზე. 9 მეტრიანი ყალიბი რა სჭირდება ბიჭო? სახლის ბეტონ ბლოკს. ანუ რაღაც მონოლითურს პირამიდებს აშენებს? პადელის შუშებს. პადელის შუშებით მეტრა 80, პადელის შუშა არ ჩაეტევა. ასე 2 მეტრი და 13-ზეა. მეტრა 80 სიმაღლე. ანუ ძირს დაეტა როგორ არ ჩაეტევა? ყველა ჩაეტევა, კორტი ჩაეტევა. მაგრამ ეხლა კორტი არ ჩაეტევა. ნახევარი კორტი ჩაეტევა მე მგონი 9 მეტრი 7 მეტრზე, ხო? კორტი არის რა 10 მეტრი 20 მეტრზე. მე-13 კორტი ჩაეტევა. 3 სეგმენტად შეგვიძლია რომ გააკეთო. ეხლა ეს სისტემა რო გამოიყენო და დაამატო metal printing-ი. და ესე გახადო მისი და გადმოიწერე მანქანა და დაბეჭდე. აი ლიმუზინს რო იბეჭდა. თუ შეიძლება, რა თქმა უნდა, კი 9 მეტრიანი მან კამაზს ბეჭდა ბიჭო. სიმაღლე შეანყოფის, მაგრამ რა ხა, ანუ ხო, რაღაცა ორ ნაწილად დაბეჭდა კამაზს, რაღაცა ის ლაფეტს ხო დაბეჭდა რა. ანუ კაი, ეხა ჰიპოთეზა აი ეგ სისტემა უკვე რამდენი ღირს ნეტა? არა წერია ფასი. კაი, და ეხა ASA სისტემა რო გააკეთო და metal printing-ი რო შეელოს მაგას, ანუ უბრალოდ მაგდენი მეტალის ფქვილი, სად უნდა ჩაყარო, 7 მეტრი აუზი უნდა გაავსო, რითი გამივსეთ აუზი, ქლორირებული წყალი და
აი ჟანგი ალუმინის ოქსიდი. ხო, ალუმინის ჟანგი და რკინა თუ შეიძლება თერმიტული რეაქცია მინდა გამოიწვიო, აი ამ თელ სივრცეში დედამიწის გულამდე უნდა ჩავიდნეთ. არა, შეუძლებელი რაღაცა. მაგრამ ანუ ვაფშე საერთოდ რაზე მუშაობს ეს? თუ უბრალოდ ჩარჩო გააკეთეს და ხო ფილამენტზე ჯერ არ ჩამოყალიბებულვართ მოტორები და რელსები გვინდოდა. ბეტონი და დიდი რეზინა და ეგეთ რაღაცეებისგან აკეთებენ უმეტესად რა. რას უყურებდი. მაგრამ ხო ხა მაგას სახლების აშენება შეუულია. წესით. მეტე 80 წელი. ხრუშოვკის აშენებაში. ხრუშოვკაზე უარესი სახლის. მაგრამ ნუ ის არის. ხო და მაგრამ შეიძლება დეკორატიული მონოლითები რო არის ხოლმე რაღაცეები რა. რა არის დეკორატიული მონოლითი? აი ის სიუშნოვე რო არის გმირთა მოედანზე. აი შუშა ჯოხი რაღაც რო არის ცენტრში. მაგას ანუ ეგეთი რაღაცა. ის ცაში აღმართული შენათება გმირების სახელები არის. ხო, გმირების სახელები რო არის, თან ეგე შეგვიძლია ანუ ყალიბად რო გააკეთო და მაგ ყალიბს ანდეთ ყალიბი მაგას არ ჭირდება, მაგრამ ხო, რაც ეგეთი დიდი ორ ნაწილად გააკეთებ. მაგაში მაგ ძეგლს მე მგონი ის ძეგლი არ ვიცი რამდენი მეტრია, მაგრამ 18 მეტრი მე მგონი არ არის. 9 მეტრი 7 მეტრზე და 1.8. ხო და სახლის დასაბეჭდად თვითონ სახლზე რომ მაგრდებოდეს რაღაცით და ზემოთ ადიოდეს. აშენე, მიაბი, ანუ რაღაც არ ვიცი, ბოლო ძელებზე რომ უღმართი სამკუთხედები გაუკეთო. რაც დაბეჭდა რომ აცოცო და მე კიდე დაბეჭდოს, კიდე აცოცდეს თავისივე აშენებულ სახლზე, კიდე აცოცდეს, ეგრე შეიძლება მთვარემდე ჩახვიდე, ხო? და უსვათ გავუკეთეთ სკაილიფტი, ხო? კი, ანუ ცაში მივდივარ. ბაბილონის გოდოლის შეგვიძლია ააშენო მარტომ რა ეგრა გაქრა რაღაცა ის არის უბრალოდ შეიძლება დრო და კი უცებ სხვა ენაზე ლაპარაკს არავისთან ერთად არ დაიწყებ რა თუ საკუთარ თავთან ლაპარაკი არ დაიწყე შეთავს რო ლაპარაკები სამეზე რაღაცა ხო რო ზიხარ რა რა თუ უკვე მაგას ვაკეთებ ხოლმე multilingual მაგას სახლების შენობაზე ანუ ლუქსემბურგში პირველი დაბეჭდილი დასახლება ანუ მინი უბანი რო არის ხოლმე რა ეგეთი რაღაცა გააკეთეს ხო ამ პრინტერით თუ რა ანუ არა ჩვეულებრივი ის ხელი რო დადის მაგ პრინტერით რა კი ბიჭო ეს ანუ ვიზუალურად რო უყურებ ანუ კი რაღაც აი მე პირადად მაინც ესე მგონია რომ გაცილებით უფრო მეტ პატივს ვცემ რაღაცნაირად შეიძლება მეშლება და არ არის სწორი მაგრამ აი სახლის 3D პრინტერებში უფრო მეტი პატივი რაღაცნაირად შინაგანად მეცემინება ტიპებზე რომლებსაც დიდი რელსები აქვთ და ჰედი დადის და უბრალოდ რაღაც დაზუმული ვარიანტია ჩვეულებრივი პრინტერი იმიტომ რომ ეხა აი აქ ხო კუკას რობოტი აქვთ შემოდებული რაღაცას და მიყავთ მე ეს რობოტი ხელი ხო და ეს რობოტი ხელი პიროვნებაა რა ანუ რაღაცა 6 ღერძი აქსის ღერძია ხო 6 ღერძიანი ანუ რაღაც სასწაულების კეთება შეუძლია აქან დაკოს მე მოსიარულე მიქელანჯელო იმენა მიუშვი რასაც გინდა იმას აკეთებს და ამუშავებენ სტროიკაზე ანუ ეგ არის ორი დიპლომი გაქვს და ტაქსისტი კი ანუ ხო რა ორი დიპლომიანი ტაქსისტობა არის მაგ რობოტის ეგეთ ტასკზე მოცდენა როდესაც შეგვიძლია რომ გაცილებით მაგ რობოტის ფასში აწყობ იმას რა დარწმუნებულა რომ ეგ რობოტი უკვე ეგ რობოტი ცოტა უფრო ძვირი ღირს ვიდრე მთელი ის სეტაპი 27-27-ზე 7 მეტრი 9 შეიძლება არა იმიტომ რომ მაგრამ მან მაშინ სხვა პრობლემა გაქვს ეს correct UI გამოდის რეალურად ის 7-19-ზე მან ძალიან დიდი წონა უნდა აწიო მე ზემოთ ხო და მე კიდე ზემოთ აბა ანუ მაგის bowden tube მაგის bowden tube როგორ უნდა იყოს ხო ანუ ცემენტი რაღაც ხო კი ცემენტი ციდან რაღაცა მოღრეცილში ხო ძნელი ან მაგის გვერდზე მაგალ უფრო მეტი მაღაზია უნდა იყოს რაღაც მე მგონი ეს რობოტი ანუ მაგასაც კი აქვს ეს მილი მაგრამ ანუ ის მიდის რა მაგის ხო და ის არის რა და ანუ ის არ გიწევს რომ ანუ ცემენტის ხო ანუ დიდად ანუ სითხე არის მაგრამ არ უყურს დიდად მოძრაობა და წარმოგიდგენო ეს აქეთი გითხრა დადის bowden tube-ში ანუ ეს დაიწია რაღაცა რამდენად უკან შეტენის გამო ანუ ეს retraction-ი ბეტონის ხო ბეტონის retraction-ი კარგად მეყოლე არ ხდება აგერ რავი აუქე ვებხი და მოყმესთან ამოიარე მან ხო
მუდმივად არის მარჯვნივ ასფალტზე გადმოსხმული და ფეხებზე დაკიდებული ბეტონების რაღაც ღარები რა. მაგ ქუჩაზე კონკრეტულად არასოდეს არ ყოფილა რომ არ ყოფილიყო მან რაღაც ეგეთი. იგივე არის ახალგზაზე, ანუ რამდენი წელი გავიდა კიდე ახალი გზა ქვია, მაგრამ ახალგზაზე. ანუ იქ ზაფთარ ზაფხულ ხმით მესმის რომ დისტანცია იზრდება ამ ბლოკების შორის რა. რაღაცა მაგაზე ანუ პატარა PTSD მჭირს ხოლმე რომ აი მან მაგ გადის სულ მგონია რომ რომელიღაცა საბურავი არის ჩაფუშული. ხო. ხო და ანუ იგივე ხმა არის ზუსტად რა. შეიძლება კი. და მონოტონური ის. ეხა მიუსკავს. მე ეგეთ სენსიტიური არა ვარ ხმებისადმი. არა ერთი ორჯერ მანქანაზე 150-ით ბათუმიდან ჩამოდიოდი და მოხდა ეგრე ჩაიფუშა ბორბალი და მეთქი რაც ხმა მესვის წვირის და გზაზე არა ვარ. ეს ვაკეში არ ვდივარ ხო ეხა. კვაფინილზე არა ვთქვათ. მაგრამ ეხლა დიდიდან დავუშვათ ძალიან პატარაზე. ძალიან პატარაზე დავუშვათ? აბა მითხარი. ან წინაზე რო ვიზახდი რომ ანუ ბამბულაბი Apple-ის ან პრინტერების Apple არის. აჰა. ანუ Apple-მა დაიწყო 3D პრინტერის გამოყენება. ნუ რკინის 3D პრინტერის, მაგრამ მაინც 3D პრინტერის. იგივე AS8 ჩალაზერებული დეტალი ჩაამატა ახალ iPhone Air-ში. რა დეტალია? კამერის რამე ნაწილია? არა. Type-C-ის ან პორტის გარე კანი რაც არის. ასან ტელეფონი არის ანუ მაგ პორტთან 5.3 თუ 5.4 მმ და სტანდარტული ჩამოსხმა დაჭედებით ვერ აკეთებენ მაგ ზომის მაგ პორტს. ანუ გარე კანტი რაც აქვს რა. რამდენი მილიმეტრი მოიგეს? ანუ რაღაცა. რამდენიც არ მოიგეს, მოიგეს იმით რომ დაჭირათ. ნო რაღაცა. არა, აი დავუშვით. ექსპორტი თვითონ რამ სისქე არის რა არის? მაგის სისქე რა არის? 0.2 მმ-ია? ანუ მახი აბა. რაღაცა ერთი ლეიერის ანუ აი ეს გარედან რაც არის რა. ხო, გაწი გამოწია ერთი ლეიერი იყო? არა, კი არის. რაღაცა სისქე გააჩნია გარედან. მაგრამ ეგ არის რა, ანუ მაგრამ ის ანუ მასე წვრი ტელეფონი რო არის, მაგაში მოიგეს. და აღარ ეტეოდა ადგილი არ შემოდა. ის რკინა გარშემო, ხო. მაგ რკინის და დააპატარავეს და დაატრიდებენ ტელეფონს. ანუ იგივე AS-ის ბევრი ქუშის ის პრინტერი როგორც არის ლაზერით დააპრინტა. მაგრამ მაგას რამდენი ანუ დრო ძველებური სტილი რო გაეჭყლიტათ არ გამოზიოდა და მაგრამ ეგ არის მაინტერესებს ანუ მაგათ ინჟინერთან დალაპარაკებ რომ ანუ რამდენი მოიგეს მაგით ხო რომ ანუ ძველ სტილს ხოჯო მეტრის მიათედი მოიგეს თვითონ ბზა პროდუქცია ვიძახი აბა მაგ ბზა პროდუქციის გაკეთებაზე ასან ძველ პორტს ხო რა მინი ანუ ერთი 5 მეტრაზე რაღაც მინი ქარხანა ხოჯორი ჭირდება რომ ანუ ეს ჩამოასხას გადაღუნოს თუ რა სჭირდება და ხო რაღაცა ინდუსტრიული პროცესი არის მან რა და ანუ ASA პრინტერები რომელიც არის რაღაცა 40-40-40-ზე ქვიშა რო არის მაგაში დაიკლე აბაზანის ცეხში ვერ გააკეთებ მაგ იმას რა ეს მაგრამ აი მაგ ქვიშაში ალბათ რაც კი iPhone Air-ი გამოუშვეს ყველა სპორტი დაეტეოდა ანუ ას 9 გრამიანი 1 გრამიანი დეტალი არის რა არა 1 გრამის არის რა 1 გრამი როგორ უნდა იყოს რაღაც ანუ ძალიან ბაზონი არ ვიცი რა არა მაინც არ ვიცი რაღაცა მკვდარი ვარსკვლავის გულიდან ამაღლებული მეტალი თუ არ არის რაღაც სასწაული ხო ასე ხარ რაღაც სუპერ დენს მყრივი ცხოველი მაგრამ მაგარია თან ის ანუ Apple თუ იყენებს ეს უკვე ის არის ანუ ტელეინდუსტრიისთვის რომ wait a second რაღაც ის არის სტანდარტი აი ფართო გამოყენებაში დანერგვა 3D printing-ის სულ კაინიუსია იმიტომ რომ სხვებს მოუწიათ აღმოაჩინა რომ კი რაღაცა ტექნოლოგია არსებობს და მე რო ეჯიბრებიან ამათაც უნდა იყიდონ ამათაც რო უნდა იყიდონ და დანერგონ და ხალხს ასწავლონ გამოყენება მე უბრალოდ უფრო მეტი დიზაინერის და ინჟინერის და ექსპერტის საქმე ჩდება დედამიწაზე რა და მაგრამ მაგაზე რაც არის სასწავლო ანუ მარტო ფილამენტის ინდუსტრია არის 3 მილიარდიანი 3-ია? ხო 5 არის ხო თუ რაღაცა წინაზე რა ვთქვით წინაზე 3 ვთქვით თუ 5 ვთქვით არა 3 თუ იყო 3 ანუ მე პრინტერების რო დაამატო ანუ ერთი 10-მდე 15-მდე ხოავა კი 20-ზე რას უახლოვდება უკვე 20-ზე რა არის არ ვიცი კინოინდუსტრია
კინოინდუსტრია 20 მილიარდია? ხო. ოიცო, მაგხელა ინდუსტრიაა? მასტი პატარა კი. ანუ ფილმები კინოინდუსტრია ეგეთი პატარაა, რომ სულ 20 მილიარდია? მეტი არ არის? მეტი არ არის. აბა, просто მაგრამ არიაშობენ და ეგ არის და ყველას გონია რომ მაგათ აქვთ ფული? ანუ აქვთ, მაგრამ ანუ რეალურად ანუ ზოგისთვის 5 ლარი ცოტა არის, ზოგისთვის ბევრი, ზოგისთვის 5 ლარი იმდენივეა, რაც 100.000. ანუ ეგ თემაა რა. აი კინოინდუსტრიაში კინოინდუსტრიის სტატისტიკები მაინტერესებს. არ მჯერა რომ მარტო 20 მილიარდი არის. ანუ 20-30 მილიარდია. ბოლივუდი იქნება მარტო მაგხელა სულ ყველა ერთ ადამიანს რომ 5 ლარი ქონდეს ხელფასი უკვე 20 მილიარდზე არის ბოლივუდის მოცულობა და არ ვიცი. მაგრამ ის რომ ანუ თამაშების ინდუსტრია. არის სამასი. აქ ეხა მე ახლა რა ჩავიდინე ეხა. მე ეხა მოვიწევ აქ fact check-ის ღრუბელს, რომელიც არასწორ ნათქვამ რიცხვებს მეხსდა არ თქამს. შენ თავში დინდინგი. კი. ბუმ. ორ ეგრე იყო ასაც 200-დან 250-დან 300-მდე მილიარდამდე იყო თამაშების ინდუსტრია. ეგრეს მაგ თამაშების ინდუსტრია ჩვენ 3D ინდუსტრიაში შემოდის. ნელა მაგრამ მაინც. საიდან შემოდის? ანუ printables.com, ანუ პრუსას საიტი რაც არის, რეპოზიტორი რაც არის სხვა მოდელების. ეგენ დაუპარტნიორდნენ თუ ალიანსი ქონდათ ორ კომპანიასთან ახლა წინა ანუ 2-3 დღის წინ. რას 12-ში დადის გონი ორი, ხო? რა ქვიათ კომპანიებს, რა ქვიათ კომპანიებს? ერთ-ერთი არის Gearbox-ი, ეგ ვინ არიან? Borderlands 4-ის სასტავი და მეორე არის CD Projekt Red. Cyberpunk. ხო. ესეთ ანუ Cyberpunk 2077-ის რაღაცეები გამოუშვეს, რაც კარგი არის, მაგრამ რაც გამოუშვეს არ მომეწონა. რა გამოუშვეს? რევია. ანუ არის არ მინახავს. არაფერი არ ვიცი. აი ეს მე ვარ უგუნი. აი ეს რაღაცა უფრო დიდი არის ვიდრე იმათ რაც გამოუშვეს. ხო? ანუ რაც გამოუშვეს თამაშიდან, ანუ body modification რაც არის პატარა სამკუთხედები რო აქვს, რაც his power is over 9000 და სისტემა რო არის, ანუ ეგეთი რაც კურტკაზე პატარა დასამაგრებელი რაღაცა და ანუ საერთოდ 5 სანტიმეტრი 5 სანტიმეტრზე რო არის ყველაზე დიდი მოდელი. მაგას ხო ჩემთან დავხატავ. ანუ რა ვიცი, მაგრამ ოფიციალურია და კაია რა. ოფიციალურია. არა, მაინც საღო კიდე მეტი მაიტად. მაგრამ სამეთ Gearbox-მა გააკეთა უფრო მეტი. თავის Borderlands 4-ის რამდენიმე იარაღი და რაც სხვა და თვითონ Wasteland-ის მიღაბის მოდელები დადეს. ვა. ერთი იარაღი boss რაღაცა BOS რაღაცა ქვია. არის დაახლოებით აი ამ ხელა რაღაცა, 1 მეტრა 20 ალბათ სიგრძეში. და slicer-ში რო გავუშვე მოდელები, ანუ ჩვენ პრინტერებზე, რომელიც არის 22-22 სანტიმეტრზე, ეტევა ყველა დეტალი. უბრალოდ ჭირდება სადღაც შეცდომის გარეშე თუ გააკეთე ყველაფერი, სადღაც 3 კილო ფილამენტი. კარგი. მაგრამ უეჭველი ის ზოგიერთი ისეთი მოდელია, რომ შეცდომები მოვარა ძალიან overhang-ები და ისეთი ანუ ნორმალურ ორიენტაციაში ვერ დაბეჭდავ ნორმალურად და ანუ საფორტები და რაღაცები და ანუ 4 უეჭველი გინდა შეიძლება 5-მდე რომ ანუ 9-7-ად დაალაგო ყველაფერი. ანუ ყველაფერი რომ იდეალურად გამოიყო და ერთმანეთში ჯდებოდეს ბოლოს და ეწებებოდეს, ხო? და დრო რამდენი დაგჭირდა რომ და სლაისერი რა ანუ თვითონ დასლაისებაზე რამდენი დრო დაგჭირდა ან რამდენი დაჭირდა 10-15 წუთი 10-15 წუთი სლაისერს რო ჭირდება ესე იგი ნადირის უნადირესი რთული მოდელია ხო ანუ დანაწევრებული მოდელი იყო ერთი 27 თუ 28 ის არის ნაწილი რა ოიცი თვითონ ნაწილის დასლაისებას მიქონდა 15 წუთი თუ ეგრევე სლაისერში ანუ slice all მივეცი რა აი slice all მივეცი მაგრამ დრო ანუ უბრალოდ ბეჭდვის დრო ბეჭდვის დრო საათები თქვი საათები ნეტა საათები იყო 8 დღე და 15 თუ 16 საათი 8 დღე და 15 საათი აუ ჩათვლი 9 დღე 9 დღე სუფთა ბეჭდვის დრო ანუ ერთი თვის ბაზარი რასპოჩი არ ანუ კი შეგვიძლია ღამე დატო მაგრამ მაინც ისეთ დეტალებია რომ ზოგიერთი უბრალოდ ვერ დატოვებდა რას უნდა უყურო როგორ შრება და paint ხო საღებავი როგორ შეება, უნდა უყურო და არ დააწყო. ანუ ვინმე რო გარდაიცვალოს, მე-9 დღეს საფლავზე რო უნდა გახვიდე, მაგ დღეს მორჩება, ხო? და მოდი, ისე ან უფრო სწრაფი დაბეჭდო არის უფრო მეტი პრინტერი, მაგრამ ეს ანუ ერთ პრინტერზე მაგდენი ხანი დრო. მე რა მაინტერესებს, გლოვისას რო რაღაც ტელევიზორს არ თავენ ხოლმე.
რევენტეში შარტვა შეიძლება. ეს იგივე პონტი არის სარკე რო უნდა დაფარო? ხო, არ ვიცი რაღაც ეგეთი მო. ხო, არა, შეიძლება ალბათ. მაგრამ ამან დრო დღე ბევრია. ხო და მინდა. მაგრამ ამავდროულად, ანუ ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მეგონა რომ უკვე დიდი ხანია ოდესმე გამოიყენებდა 3D პრინტს, მაგრამ ჯერ გამოუყენებია. რა კომპანია? Lego? ხო. Lego-ს რა თუნდა 3D პრინტერი? ხო, ასხამენ ეგენი. ხო, მაგრამ ერთ-ერთი ახალი სეტი გააკეთეს, სადაც იყო საჭირო პატარა ლოკომოტივი. ლოკომოტივის თავარი რაც არის. ხო. და ისეთი ფორმები აქვს, ჭაღებიდან, ღრუები და რაღაცები, როგორც ანუ injection-ით, ანუ ვერ დაიმოლდებოდა რა, ანუ. აუ ისე ესენცე კი, ანუ ეგეც ანუ, იმიტომ რომ ეგეთი ეხა FDM-ით ეგეთი გლუვი რაღაცები არ გავნდა. FDR ტექნოლოგია ანუ იგივე, FDR. ქვიშით რა. ხო. ქვიშა ლაზერით. ქვიშა და ლაზერი. აი ისე Lego-სგან სახლი რო აშენა 3D პრინტით სახლს გავს რა, ზოლები აქვს. მაგრამ აქეთაც ზოლები აქვს ცოტათი. ხო, რაღაც უფრო აგურია, ხო. მაგრამ აი თავებს თუ ვერ ხედავ და პირდაპირ ლეიერები, Lego-ს აქვს ლეიერები. ორიგინალს ეს არის რა. მაგრამ თეორიულად თუ დიდი პრინტერი იშოვე, ხო. ანუ ის 9 მეტრ 7 მეტრზე შეიძლება მეტი არის, მაგრამ კოთა ერთი 5 მეტრიანი, ანუ კაი 3 მეტრიანი პრინტერი თუ აიღო რა, ანუ როგორღაც იშოვე 3 მეტრიანი პრინტერი. 5 მეტრიანი ოთახი თუ იშოვე, კარგად ვარ და არა, ასე. შეგიძლია შენი სახლის აშენება. ჩემი სახლის აშენება. რაც ანუ არსებობს რაღაც საიტები, ვიდეოები, ხო, ანუ Lego-s ბრიკების რეპოზიტორი აქვს, თავისი STL თუ OBJ თუ რაღაც FBX ფაილები არის, რომელიც შეგიძლია მე ამობეჭდო შენით. აჰა. და მაგისგან მე რაღაცა ერთ ვიდეოები რაც ნახე, რამოდენიმე ანუ მინი სეტები რო არის, რაც 30 ნაწილი რო არის. ხო. რაღაც მინი Millennium Falcon-ი და რაღაცები, ანუ მასე შეგიძლია ეგ დეტალები უბრალოდ ნახო, რომელიც ჭირდება. დაბეჭდო 400-500%-ზე. და ამხელა Millennium Falcon-ს მაგალითად გაიგეთო აი ამხელა. კი. მაგრამ დეტალი იქნება ისე მომგალას. ხო არა, Lego-ს ახლა ნამდვილი ზომებით FDM-ზე დაბეჭდათ ძალიან ბრძოლა იქ. მაგრამ წარმოიდგინე ახლა ექსამეტრიანი პრინტერი გაქვს. რეალურად ABS ხო 700 და 1000%-ზე ბრიკებს რო აკეთებ, მაგის სახზე ვიწყობ. ხო და ABS ხო აცეტონში რო ჩავყო, გლუვდება პრინციპში და ანუ გლუვდება, დნება და მაგის გამო ხო, ლეიერები დნება და ლეიერები ხრება, მაგრამ ხა მაგას რო აკეთებ, ნამდვილი ზომის Lego გააკეთა. ის გაგლუვებისას ლეიერები ისე გაქრება, რომ წესით ან არ ჩაერჭობა, ან არ ამოძრება, ან რაღაცა მაინც აი ეგ პატარა უზუსტობას მოგცემს. მაგრამ დიდ რაც უფრო დიდზე მიდება, მე მიღებს როცა აკეთებენ რა, ანუ ABS-ით. ან თუნდაც ნაილონით, ანუ ორივე აცეტონის ვეიფორებზე, ანუ ოდნავ მაგას დნება და აგეს. მაგრამ ისე სადაც 25 წუთი მაქსიმუმ რაც 9 საათი უნდა გააჩერო მაგ მომენტში. რაც მე უბრალოდ ისე დნება, რომ თავის სტაბილურობას კარგავს და ანუ ძველი Play-Doh-სავით ხდება რა ამ მომენტში რა. ანუ რაც ერთ საათს ვიდეო იყო 3 საათი დარჩა უბრალოდ რაღაც ანუ დაადო 9 საათი ავიხე და წავიდე. კი და რაღაც ის ნიღაბი არის და რაღაც ფრატუნობს და რაღაცებით ვაფშე გალეულიათ, უცნაური და გარბილებული რაღაცნაირი. მაგრამ მაგ ტიპმა მე სხვანაწილების ეგრე გააგზავნა რომ აბა რა გამოვა. ბაცე და აი ეს Lego-s პატარა აი ამ ხელა კუბიკსაც ერთ-ერთზე კუბიკი რო არის რა. ეგ რო აიღო. ანუ რამდენი წამი უნდა კედოს ეგ მან. შეიძლება დრო უბრალოდ ან ვეიფორი უნდა შეიყოს, მაგრამ იმდა ცოტა აქვს რა ეს. კი, ან აქილევსის დედასავით უნდა ჩაუშვას, ხო? პუმ პუმ. მაგრამ ქუსლით უნდა ჩააწოს. მაგრამ ერთი მაგას რო აკეთებთ, კარგად ვენტილირებადი არეალი და აი ესეთი ნიღაბი, ან უკეთესი ნიღაბი უეჭველი საჭირო, რადგან აცეტონის ვეიფორი რაც არის მაგის სუნი და არეალი ძალიან კარგი არ არის თქვენი ორგანიზმისთვის. თვითონ ABS-ის ბეჭდვისასაც ანუ უნდა ნიავდებოდეს არე და მაინც ABS-ის სუნის სუნთქვა არ არის საუკეთესო. ანუ ABS თუ ბეჭდავთ უეჭველი რაც პატარა ის. ხო და აი მაგ აცეტონით გადნობისას ABS-იც უშუებს და სუნს, ეგ არ ვიცი. ეგ არ მგონია რაც ანუ ABS-ი უფრო მე მგონი ABS-იც უნდა გავაკეთოთ რა. უშვებს იმიტომ რომ ან ცხელდება და ეგ გაცხელებული ABS-ი უშვებს მაგას. რა თქმა უნდა, მაგრამ აი იქ რო დნება ქიმიური პროცესის შედეგად. მაგ დროსაც ხო არ თავისუფლდება რაღაცეები. შეიძლება, მაგრამ ჯობი არ გავიგოთ და მგონი მაგის ტესტირება არ გვაქვს. მაგრამ ერთი კომპანია რომელსაც არ მოველოდი, რომ გამოიყენებდა ან
შეუერთდებოდა 3D პრინტერებს. არის ლეგო ის კომპანია იყო, რომელსაც ელოდებოდი როდის დააყენებთ საშუალს. ხო, პლასმას რაღაცებს აკეთებთ და რითვენ ისწავლეთ, რომ 3D პრინტერები ჯობი აწმება. ანუ injection molding მაინც მასიურ, ანუ 100,000 თუცები ჯობია ჯერჯერობით გონი. არა, ყველანაირად ჯობი. ხო, ნუ მასიურ წარმოებაზე ჯობია. მასიურ წარმოებაზე, ანუ 100,000-მდე ახლა, ანუ კარგი პრინტერი თუ არის, ანუ თქვა, თუნდაც ეს ვორონების სოულები, ან თუნდაც ბამბუს რაღაცები, ან ელაგოს რაღაცები, თუნდაც 100,000-მდე ოდნა უფრო მოგებაში ხარ 3D პრინტერით რაღაც დეტალებზე. ხო? ხო, მაგრამ მე injection molding ჯობია, რაც მილიონობით რაღაც, ანუ ლეგო რასაც აკეთებს. ანუ ლეგო აკეთებს ამას ყველას. ან აი ეს, რავი, აი სანთებელის ნაწილების გამომშვები ტიპები რა, ეხა ეს რაღაცა ხო ალბათ რამდენი მილიონი კეთდება. და ამ მოცილინდრო ცხოველს ელიფსის ფუძიან ცილინდრ რაღაცას კი გააკეთებ 3D პრინტერზე გოჭუნასავით, მაგრამ იგივე სიგლუე და იგივე სიმრავლეც ვერ გექნება და ხო. ხო, მაგრამ კომპანია რომელსაც არ მოვიდი, არის აგერ Nestle. Nestle-ს რაღა უნდა. რავი, ან თავზე მეგონა ანუ შოკოლადის საჭის პრინტერების ხო არის? ხო, და მეთქი მაგაში რაღაცა ეგ ის მიმი იყო რაღაც ერთმა ტიპმა გააკეთა. არა, ანუ იყიდება. ხო, გაპონტდა? ხო, ანუ შეგვიძლია ზოგიერთი, მაგრამ ძალიან სასილო არის ხორცის ბლენდერი როგორცაა რა, ზევიდან რომ უნდა დააჭირო ხელით, ანუ ეგეთები არის უმეტესობა. ასენ გაშია შოკოლადი როგორი გაქვს, ანუ ის ხوير გაიწვის. ის წასასმელი 3D პრინტერი გამოდის, მაშინ ხო რო უნდა გაწურო რა რაღაცა. კვილის პასტავსავით რო წურავ, ესე რომ გიჭირავს და ბეზეებს რო სვამენ, ეგ რაღაცა 3D პრინტერია, ხო? ანუ არის ზოგიერთი, ანუ იმასაც ნოზლი აქვს. თორბოთან, მაგრამ შოკოლადი წიას როგორ გაასებოდა მე სახლისებს, როდის იცოდნენ ეგ ტექნოლოგია, ჩვენ რო ეხა აღმოაჩინეთ ხო? მაგრამ ხო, ეს Nestle დაუპარდორდა Mark Forge და მეტალის და carbon fiber-ის 3D printing workshop კამპუსის შოქის გააკეთეს, რაც Nestle შევიდა, ანუ უფრო სახლისთვის საჭირო რაღაცები, რაც ანუ კი რაც მოდელები ხო არის, ჩაის პარკები რო არის, შეგვიძლია ამოიღო და მაგაში ჩაალაგო, რატომ არა შეგიძლია. არა, რაღაც საყვარელი აქსესუარების ის იქნება, Nestle-ს სერია ალბათ Mark Forge-ში. ანუ უბრალოდ ჯიგარი ტიპია, მაგრამ არ ამგონია, მაგრამ ჯიგარი ტიპია და უბრალოდ ფულს ჩავდებ, რომ კაი რაღაცებს აგებს სახლისთვის რაღაც გამოსადეგარებს. შეიძლება რა იყოს, იცი? შეიძლება წარმოებაში დაანერგეს რამე. და კონტრაქტის პირობაა, რომ publicity-ისთვის რაღაცა ერთად უნაქნა. და ანუ დავში წარმოებაში შეიძლება და რომ რაღაცა ნაწილები ან რაღაც ეგეთები დაენერგა Mark Forge-ს ეთანამშრომლად. და ეხა publicity-ის ნაწილი არის რომ Mark Forge-და რომ ერთად იურთიერთან და რაღაც რა ვიცი, გაუკეთეთ ხალხს რაღაცა შოკოლადის დისპენსერის STL-ები რომ მაგრამ კი ხალხი აკეთებს მაგ STL-ებს და ფაილებს, მაგრამ უფასო გადმოიწერო თუ ოფიციალური Nestle-სგან $5. ხო. ანუ შეიძლება ფასი არც დაადონ და უბრალოდ ის იყოს. ოფიციალური Nestle. კორპორაცია არ კომპანია, ფას დაადებენ. ფას დაადებენ. არა, ხო შეიძლება იყოს რომ უფასო ფაილი არის და Mark Forge-ში თუ იყიდი ოფიციალური Nestle გამოდის და ჩვენი ყველაფერი შენით დაბეჭდებონ. რაღაც ეგრე ქვია. და Mark Forge-ს აქვს on demand სერვისი? არა მგონი, არა. просто as კომპანია არის ეგეც. აჰა. ანუ manufacturer of metal and carbon fiber 3D printers, ამ 3D პრინტერების. არა, მეტალის 3D პრინტერებს აკეთებენ ამ ტიპები. შეიძლება საერთოდ იმას ქნან, რომ კაკაოს მადუხარა იყოს და რაღაც ეგეთები. ანუ ტემპერატურული, ანუ მეტალის ნაწილებს თუ აკეთებენ, შეიძლება რომ ეს იყოს რა, რომ Mark Forge-ის პრინტერი თუ იყიდე, შეგიძლია რომ სახში ყავის მადუხარა გაიკეთო Nestle-ს მოდელით რა. ამასაც ის Keurig-ი, ხო, რო არის ყველაზე პოპულარული ყავის მადუხარა, მაგან რაც ხდა ყავის ინდუსტრია, სიმნა ააყვავა რა ასპოჩი, ოსრო თავისთავად. ანუ ყავის დალევას ხო როგორ ვართ, ანუ საქართველოს შევიდეს, მაგრამ ანუ უმეტეს ქვეყანაში მიჩვეულები, რომ ანუ რაც ან იყიდე მარცვლები და სახში დაფხვი, ან თელი ბავშვობა აი ამაში გატარებული. ხო, ან საწყებლობ შეიძლება იქვე დაფხვის სერვისი იყოს, ან პირველი დაფხული იყიდე. ან რაღაც ის ლარი და 20 თუ ეს რაღაც ეხლა ეს 3 ერთში პატარა პარკები რა. მაგრამ ეს Keurig-ის ანუ ხო კაფსულები აქვს თავის, რომელიც ერთი კაფსულა 1 ჭიქა არის. და თითო კაფსულა $5. კი ბატონო, რა ამბობ.
ანუ ხუთლაში 2-3 დოლარი შეიძლება იყოს რაც, მაგრამ ხო, ყავა, აშკარად ხო. კი. აშკარად რაც კილო 5 ლარი მე არა. ყავის ადამიანი არა ვარ, თვითონ. არცე, მაგრამ ანუ ხო ვისო სასასალე ეგ არა. კი, ანუ თან ისა, ანუ ერთი ჩვენთან რასაც აკეთებენ, რაც ვინც ყავის მოყვარული არის, რაც ნერვი ეშლებათ. ჩვენთან ყავას რო ყიდულობენ. ხო. ხო, ერთ ყავას ყიდულობენ, რაც თურქული ყავა, რაღაც ბრაზილიური ყავა. ხო. ყავის სასტავისთვის ეგ არის no. ანუ სადაური ყავას როცა ყიდულობ, ის აუცილებლად მინიმუმ 3 რაღაც თუ რაღაც უნდა შეურიო. რაც ანუ ცალკე ერთი რო არის, ანუ ცუდი გემო გამოსდისო და რაღაც რამდენიმე სორო ერთმანეთს შეესაბამებიან და მე კაი გემო გამოსდის. სპილოს ყავა იმ რაღაცა მელია რო ჭამს და უკავს ის ყავა და რაღაც უნდა შეურიო, კაი ყავა რო იყოს აუცილებლად. არა, თუნდაც რაღაც თურქული, ბრაზილიური და ვენესუელური რო შეურიო რა, ეგ. აუ მთელი მიქსოლოგია მე ყავაში და მე რაღაც რომელი ყავები უნდა შეურიო hot brew ან იმას რომელიც ანუ ხარშავ, იმას რომელიც ანუ ცივად პრესავ და რომელს პრესავ, რომელს უბრალოდ დრიფავ და ანუ მოდი მე მქვია გიორგი ჩახტაური და მოგიწოდებთ ყავის მოყვარულებს რომ შეწყვიტოთ კოფეინზე დამოკიდებულების გამართლება იმით რომ რომელიღაცა ბლენდები უკეთესი გემოსი არის დალიეთ კოფეინი თუ გინდათ კოფეინი იყიდეთ აფთიაქში კაფსულები ტვინი ნუ გაბურხეთ ჩაისასტავიც იგივე ანუ ჩაისასტავი მე ვარ ანუ ჩაიშიც კოფეინი არის კი მაგრამ რაში არის კოფეინი შესაძლოა ზეთში შესაძლოა ზეთში რა ხდება შესაძლოა ზეთიდან გააკეთეს ფილამენტი Z3 გააკეთა ანუ ჩვენ მოხარშული მოხშან შესაძლოა ზეთისგან ფილამენტი რაც ანუ აგერ არის ომანში ანუ 11000 ტონა აი ზეთი იღვრება პროსტან გადამუშავებას დიახ არ აქვს რა და თუ გააწყდეს ანუ რამე შეხوار გამოვიყენოთ ჩვენთან რამდენი ტონა იღვრება მაგრამ ჩვენთან მეგონი არ ღვრიან და უბრალოდ ერთ-ერთი ზეთში წავენ ეგ მაგდონალდში მაგდონალდში არ ვიცი შეიძლება კარგად მაგდონალდში არ ვიცი აი ჩემი სკოლის ბუფეტი დანამდვილებით არ ცვლიდა ზეთს ეგ იყო 90-იანებში ასე რომ არა და ეხლა ან ლათინო ამერიკაში აკეთებენ ხოლმე ანუ ზეთს რო რაღაც შეწოვენ ანუ იმას იღებენ რაც პატარა ნაჭერს რომელშიც ანუ ამ ზეთს ასხავენ ხო და რაღაც ანუ ერბოსავით რაღაცა ხორჩება შეგნით ანუ მაგას ალკედებენ და ზეთს ალკედებენ რა ანუ რაღაც ფილტრაციას მაინც უკეთებენ და სხვა რაღაცებს იყენებენ მერე შემდეგზე რა არა ბიოდიზელიც კეთდება გამოყენებული ზეთისგან ოღონდ ბიოდიზელი შეიძლება მალამოები გაიკეთება ხო ოღონდ აი ყველა ეგეთ რაღაცაზე ის არის რა იმ რეფერენსინგებზე რომ ბიზნეს გეგმის დაწერაზე რომ მიხვალ ხოლმე რომ რა მაგარია ზეთისგან ბიოდიზელი კეთდება რა მე აღმოაჩენ რომ მომგებიანი რაღაც დაბალი მარჯინით გამოწია 10% გქონდეს მარჟა და დანახარჯებზე მარტო იმ შემთხვევაშია თუ ეს ზეთი უფასოდ მოგეწოდება რა ხათა ეს ზეთი უფასოდ არასოდეს არ მოგეწოდება იმიტომ რომ უნდა მიხვიდე რესტორნებთან შეუთანხმდე რომ აი თქვენ ხო ასხამთ და წვალობთ და ფული გეხარჯებათ ამის მოშორებაზე და მე წავიღებ ხოლმე მე მაჩუქეთ თქვენი ზეთი ხო და ის 10% გეხარჯება ხო და ანუ ბენზინზე რომელიც უნდა დახარჯო წამოიღო ხო და ბიოდიზელი რო გააკეთო ბენზინი უნდა დახარჯო რაღაც უნდა მიხვიდე წამოხვიდე მაგრამ ამაზე ესე აქ რა ფილამენტი გამოგვიდა ზუსტად რას აკეთებენ არის ძახიან მაგრამ ანუ უბრალოდ წამოგვიდა ანუ ზეთოვანი ანუ ფილამენტი ანუ ჩვენ ეს უფრო იმუშავებს კარგად როგორც ანუ ფათის ფილამენტის შემცველი ფათი არის აი წყალში რო იხსნება ფილამენტი საპორტებისთვის რო იყენებენ პირიქით არ იქნება რამე რო იყოს ანუ წყალში ზეთი და წყალი როგორ ურთიერთობს ერთმანეთთან ანუ დიათ არ ერთდება მაგრამ ერთდება რა მაგრამ რას ანუ კი შეიძლება გაჩია რა შეურიე კიდე რომ ანუ ის გააკეთო რომ ანუ წყალგაუმტარი რაღაც ფილამენტი იყოს ანუ უფრო მე მაგრამ აინტერესებს რა რომ უფრო ჰიდროსკოპიულისკენ წავა თუ უფრო ჰიდროფობიულისკენ რა ზეთი წყალში ჩაასხა ანუ პირდაპირ ჩაასხა ხო ანუ იშლება ჯერ ბუშტიკებად და მერე გროვდება ხო ზედაპირზე გროვდება ხო და აი ეს ჩვენ ანუ ვიბრო კამერები რო არის რის წმინდა ხოლმე ანუ მაგაში რო ჩააგდო შენი ეს საპორტიანი მოდელი რაც დაბეჭდე ანუ ის ზეთი მაგ ვიბრაციების გამო მოძრება გაქვს მოდელი და
ის ზეთი მე ანუ ამას რო გათიშავ, ამოვა, მოფხიკე, ახალ ფილამენტზე გავუშვი. აი, საქმეში უნახავთ. წინასწარ მეტყველება. მე წარმოსახვით რაღაცებს ხატავ ჰაერში და კიდე გონების ძალით ვცვლი ბექგრაუნდს. პალმები. ზამთარი. ზაფხული. ზამთრიან ეკრანზე ნუ მოშოვებ ახლა. Green screen-ი. ირაკნო ვაწამო. რაღაცები უნდა თქვა და აბა ეხა უნდა მოხდეს თუ ითქვა რას ქვია კაცო საფხული ითქვა ვიდეოში და ზაფხული არ გამაგონა ძლივს აგრილდა ხო ცივი ჰაერის მასები კაი შემდეგი ნიუსი გავაძლე შემდეგი ნიუსი ერთი არის ETH Zurich რაც არის ანუ დოქტორანტურის უნივერსიტეტი არის უფრო მეტად სადაც ანუ რომ მიდიხარ და დოქტორად რო დაიცვა რაღაც რო გააკეთო და იქ პროფესორები გეხმარებიან. მაგის სტუდენტებმა გააკეთეს ერთ-ერთი შენაჯვარი შენი სამედეპრინიკში ორი საყვარელი იდეის. ჩემი სამედეპრინიკში ორი საყვარელი იდეა რა არის? მეტალი და რევოლუცია. ექსამენებში არის ყველგან რევოლუცია დისკორსი აირჩიეს ანუ რევოლუცია არის ეს ანუ სიახლე არის მეტალის და მულტიმატერიალის დაგვარი კი tool changer-ებზე რო ვარ შეცოფებული მულტიმატერიალი როგორ ვერ გამოვიცანი საკუთარი პრეფერენციები არ მესმის აი არ ვიცი რა რაღაც ვიქტორიანაში რომ მიხვიდე და ტიპებმა შენ თავ ტვინი რო დაასკარინო და ეს უეჭველი იცის ზორო კითხო და რო ვერ აიღოს ადამიანმა ქულა რაღაც ეგეთი ტესტი რომ მიდიხარ და 5 ქულა სახლის დაწერაში რო არის და მაგას რო ეწერა და მე როგორი ვარ ჩაუქი ანუ როგორც მუშაობს ანუ წრიული დისკივით ანუ ძველი პლასტიკასავით ტრიალებს და არის ერთ ბოლო ანუ წრის რაც კრკალზე ფხვილი სხვა მეტალის რომელიც ანუ პატარა layers აზრის და მე სადაგზა შენადნობს აკეთებ ხო და მე ლაზერი დარბის რომ ჩაადო საჭიროა მაგ-მაგ-მანქანის მუშაობა რო ნახე მეთქი შვიდობით ელიავას ტოკრებო აღარ იქნებით საჭირო 5-10 წელიწადში ხო თან დიდი არეალი არ აქვს მაგრამ საკმარისად დიდი არეალი აქვს რომ უმეტესობა რაღაცა 20 მმ თქვი თუ 20 სმ ანუ 20 სმ-ია სავარაუდო დიამეტრი უამრავია 20 მაგრამ ანუ საპრინტი არეალი არის მაგ რადიუსის ნახევარი ხო ან სადაც 5 სმ-ია მაინც ამბებია ანუ 5 სმ მაგრამ ანუ თელამ სიგრძეზე რა 20 მმ რო იყოს 2 სმ რო იყოს ხო 2 სმ რო იყოს და მაგ მეთოდით რო წრიულ ნივთებს მოვყვები ზემოდან ქვემოდან ძირსარითებში ვით დაყრილი და იქ ჭრიდა მე როგორ სუფთად მაშვება ალაზერებს რო ნახები და ამეთი იმიტომ რომ ნუ შეცვალეს რა პრინციპში კორექცვაია რა უბრალოდ კორექცვაი პრინტერივით მუშაობს უბრალოდ ხო რა დაჰაკეს რომ ამ ტრიალში სანამ ლაზერი მუშაობს ფენის აპლიკაცია იზოლირებულია და თითო ფენა ეგრე გამოყავს. მაგრამ ანუ და ნოზლში არ ხდება ეგრო ფქვილი მივაყარე და თან დავწვი თუ რაღაც ეგეთი რა ანუ იმიტომ რომ გადმოყრილი რაღაცეების დადნობის ვორფინგი ძალიან ძნელი საწინასწარ მეტყოლები. ფენა უნდა გა. ხო რა, იმიტომ რომ აი ჩავიხვე იმ ვიდეოზე. რაკეტა რო დაბეჭდეს 3D პრინტერზე ტიპებმა რომელიც კოსმოსში უნდა წავიდეს რა. იმიტომ რომ მაგ ვიდეოში ძალიან ბევრი მათემატიკა დაჭირდათ იმის რომ ეს კორექცია toolhead-ი რო ადის ჩამოდის და აქ ცხვირში რო ხდება მიყრა დადნობა რაღაცამდენ გრადუსიან გადახრას რო იწევს ეგ დაეოფსეტებინათ და მართლა ცილინდრული გამოსულიყო რაკეტა და რაღაც მოღუნული არ ყოფილიყო და ესეთი მეთოდით მე მგონია რომ გაცილებით უფრო ნაკლები გადახრები იქნება ცენტრიდან. კი. თან როგორც მინიმუმ ანუ გრავიტაცია წაიღეს ან მაგრამ მანქანა რასაც მაგონებს ანუ ხო ნახეს სურათები რა? კი. აი ხრახნიანი მაკარონები რო არის ხო იცი? ხო. მაგას მაგონებს ზუსტად. ანუ ისიც წრიული რაღაც არის ცომი ხომ არის და უბრალოდ ერთი
რკინის ანუ დანატრიალებს რომელიც ანუ ზომაზე ჭრის მაკარონის მანქანა არ მაქვს ნანახი თორე ანუ მაგას მაგოთა ეგრევე რუსად მაგრამ რუსად შედარება მე საქმეს შედარება იმ რაკეტების მოღუნვა და რაღაცები ანუ მათემატიკის გამოსვლა ერთმა კომპანიამ საინტერესო ანუ but AI არა მაგრამ ანუ გამომთვლელი ალგორითმ მანქანა ანუ სოფტი გააკეთეს სლაისერების თვის დასახმარებლად იმედია რომელიც არის ითვალისწინებს ან მოდელს უყურებს და ხედავს სად ექნება სუსტი წერტილი მაგ მოდელს და ასლაისებს ისე რომ მაგ სუსტ წერტილში ანუ 11 კედელი გაუკეთოს ან ინფილი მაგმომ ადგას მარტო რაცა 10% და 15 გაუკეთოს და ეგეთი რაღაცეები რა ანუ ავტომატურად გიგეთებს ყველაფერს რომ შენ არ გიწევს მაგრამ რის მიხედვით აკეთებს მაგ გამოთვლებს მაინც საინტერესოა იმიტომ რომ ანუ წინა გამოცდილებაზე დაფუძნებულია უბრალოდ AI ჩაუყარეს ბლომად ანუ AI უბრალოდ იმასკეს ჩაუყარეს ყველაფერი და სად გონა დარხეული ყველა პრინცი და ყველაზე მეტი ერორი სადაც იყო იქ მერე ოვერკომპენსაციას აკეთებს ალბათ მაგრამ იმედია იმ ბრიტანული თვითმფრინავები იყო მგონი თუ გერმანული აქვს მაგათ რო ქონდათ რომ ანუ ძალიან ბევრი ერთ-ერთი სტილის ან თვითმფრინავები უვარდებოდათ პირველ თუ მეორე მსოფლიო ომის დროს აი კი მეცადა გადარჩენილების მიკერძოება თარგმნი თავში survivorship bias ამბობს ხო და ის ხო რომ ამაგრებდნენ იმ დეტალს რომელიც უკვე გადარჩენილი იყო რა ანუ რომელთაც მოფრინავდნენ და არა ის რომელიც წდებოდა კი ტყვია სადაც აქვს მოხვედრილი იქ ჯავშანი არ ჭირდება იმიტომ რომ ესე იგი ტყვია მოხდა და გადარჩა ვინც მოხვედრილი ვინც არ სად მოხვედრილიც არ დაბრუნებულა იქ კიდე ბრონი ხო ანუ ეგეთი რაღაცა წესი ექნებოდა გათვალისწინებული მაგრამ ანუ მაგას ანუ ესეთ AI-ის გამოყენებას ვეთანხმები. კი არა, რამდენიც გინდა იმდენი ხელ და ფეხ დაკარგული ომის ვეტერანია, მაგრამ გულ დაკარგული ომის ვეტერანი არავინ არ იცის ხო რაღაც. რუსთაველზე არავინ არ დგას, რომელსაც გულში მოხდა ტყვია რა. ანუ გულში სხვა რაღაცა მოხდა მაგიტო ვარსებობთ აქ, მაგრამ ანუ ის არის მოხდათ მუხლში. ამურის ის არის მუხლში რომ მოხდეს, როგორი გახდება? მუხლით გიყვარს ვინმე? შეიძლება რომ მუხლით გიყვარდეს, არ ვიცი. მაგრამ ეგრე და თან მოიცადეთ ის მეტალის მიმაზე დამაბრუნე. მეტალის ტიპი ძალიან დამევასამე. ეს ტიპი მეტალის პრინტერი ყველას გვინდა. მე მინდა, ჯიჯეს უნდა, შენც გინდა? კი. უბრალოდ ერთი რა იღირება ეს შენი აზრით რო იქნება? გააჩერამს გააკეთებ. ეხა რა არის? პროტოტიპია. პროტოტიპები არის გულისტკივილი ჩემი. იმიტომ რომ არ შეგიძლია რომ ფული გადაიხადო და გქონდეს. არა, შეგიძლია. ოსა ბევრი უნდა გადაიხადო. ხო და ანუ იმაზე მეტი უნდა გადაიხადო, ვიდრე როცა გამოვა იქნება, იმიტომ რომ შენით უნდა იჩალიჩო და არ არის გარანტირებული რომ გამოგივა. არა, უბრალოდ იმად გადავხდი რომ კიდე ერთი ამიწყეთ, მაგრამ კიდე ერთი და კიდე 100 სხვა ფასი არის. ხო, არა, სხვა ცხოველია, ნამდვილად. ხო და ეხლა მაგ ტიპებს რა ვიცი? როგორ უნდა მუშაობდეს? ერთი არის რომ თან ტრიალებს ეს ტიპი იმის გადანაწილება ხდება ხო მეტალის ფქვილის ხო და ეგ საინტერესოა მულტიმატერიალი თან შენადნობს ადგილზე აკეთებს გამოდის რომ რაღაცა კარგად უნდა ქონდეს შენჯღრეული ეს ფქვილები ანუ ეგ როგორ ხდება ვერ ხდები ჯერჯერობით მაგრამ დავუშვით ერთ ფენას სპილენძი ერთი ფერა რკინა თუ შეგიძლია საერთოდ თუ უბრალოდ სპილენძიდან რკინა უნდა აურიო და მე თვითონ აურევს ალბათ თავისი ანუ რეალურად უბრალოდ ხო ადნობ იმ ლაზერით კი ხო იმ ლაზერით ადნობ მაგრამ აი რას გულისხმობ რა ეს ერთი ფენის აპლიკაცია ერთი და იგივე რეზერვუარიდან ხდება თუ ორი რეზერვუარი აქვს ანუ ერთი ფენა რას ვახე ანუ ერთი რეზერვუარი არის რა ხო მაშინ ალბათ შერეულს ასხამს მაგრამ შესაძლებელი უნდა ეს აკეთიკით ან დადის რაღაც ეს პირველ რეზერვუარი არის ალუმინის, მეორე არის სპილენძის, მესამე არის ტიტანის და ანუ დადეს აკეთიკით რა. ხო და ეს ტიპი ანუ ესე იგი ზედაპირზე დაყრის თითქოს ფქვილივით წამოყრის ანუ უფრო კრემზე რო იძახდი რა. აი ანაწილებს ხო რა. ანუ ეგრე იმენა უსვავს რა. ხო იმიტომ რომ ეხლა საკმაოდ მასიური მეტალის корпуსი ქონდა ტიპს რომელიც
წესით მაქსიმუმ მძიმე არ უნდა. ნუ ალბათ ლაზერის თულჰედი კაი მძიმე იქნება მან, იმიტომ რომ ძლიერი ლაზერი გინდა. ლაზერის თულჰედი შეიძლება არ მაგრამ ლაზერის დანარჩენი და ხო რა, ანუ თვითონ ლაზერის ლაზერა დიოდი არ მაგრამ ანუ ასეთ პატარა რაღაც არის. კი, მაგრამ ანუ ხო, მაგრამ ის რომ მიმართო ყველაფერი საკმაოდ დიდი რომ მიდიოდეს, მე იზოლაცია ისა და რაღაცა ზოგადად ეგ არის ანუ მეტალების 3D პრინტერები კაი არის. მინდა ძიმე არის, მაგრამ ეს სხვა რაღაცა არის. რა არის? სახში ვერ დაიდგავ. კი, ანუ ნებართვა რო გჭირდება ისეთი დენი უნდა გქონდეს. ხო რა. და ანუ ბევრი რაღაც მონაწილეობს. ანუ ამხელა კაბელი რო უნდა მიაერთო რაღაც. კი. თვითონ რო ვერ ბეჭდავს, იმხელა კაბელი უნდა. ხო. არა, თვითონ ბეჭდავს, ეს ხო არის? რამდენია ეს? შეიძლება დაბეჭდო. შეიძლება. მაგრამ ანუ ამხელა მილიმეტრი აქ რადიუსია და იმას დიამეტრი შეიძლება ქონდეს სამუშაო არის. 5 მმ აქ რადიუსი, ხო? რადიუსი, ხო? არ არის? აი 5 მმ, ნახევარი სანტიმეტრი. არა, 5 სანტიმეტრი, 5 სანტიმეტრი და მერევა უკვე რა, 50 მმ. აი? ეგ არის. და ჩეკი ანუ საბოლოო ანუ ბევრი იყო, მაგრამ დეტალების გარეშე, მაგრამ მაინც ანუ კარგი ნიუსები, ანუ პროსტეტები, ხო, ანუ ხალხის დასახმარებელი ინვენტარი, ანუ ვისაც ანუ ზოგადად ხელი არ აქვს, ფეხი არ აქვს და ეგეთი რაღაცეები, კბილების ან dental პრინტერები და ეს ამპუტის პრინტერებიც შევედი გაიაფთ და მაგათი სისტემები უფრო მარტივი გახდა გამოსაყენებლად და იმედია უფრო წინ და წინ წავა ეგ რაღაცები. ნახე ვიყოცან თავისი კბილების რაღაცის ჩააგდო. და ეს არის layer line-ები აქვს იმისგანო, mold-ისგანო რა ხო და ხო 3D printing-ი მოვიდა dental work-ში, იმიტომ რომ ყველა უნდა დაასყანირო ინდივიდუალური რაღაც უნდა მოურგო. ერთი soft-ი არის, რომელიც ანუ არ ვიცი სადუშოა, მაგრამ მინდა თუ ვინმე მიცით გამოუშვით ლინკი კომენტარებში. ხო, ვასწავლეთ ჩვენ ხო ხედავ, არა ვართ ისეთ ჭკვიანები. ანუ ერთ-ერთი ინფორმირებულები ვართ უკიდურესად კარგად. ანუ ერთ-ერთი დირექტია ინფორმირებული. შეიძლება იცი რა გინდა ხო შეიძლება. რაღაცეები. მაგრამ ხო, soft-ი არის, რომელიც ანუ MRT-ს და MRI-ს სკანებს გადაქმნის 3D მოდელად. ანუ წაგიას შენი თავის MRT გაიკეთე და შეგიძლია შენი ტვინი ამობეჭდო. ხო, ტვინის ფორმა იქნება? ხო, ანუ იმენა ტვინის ფორმა. ბევრი, ხო, პრინციპში იქ წვეზე რამდენი სურათი არის, ცოტა გადავიკურთხე, რომელს ლაპარაკი. ან იგივე რა თქვა, ხელის ფეხის რაღაცა რო შეინახავებათ, ანუ просто ძერსკობა არის რო გქონდეს რაღაცა შენი ჩონჩხის, შენ დაბეჭდილი ჩონჩხი რო აქვს რა. ანუ თუ დოქტორ ჯონი სინს აქვს თავისი life size სხეულის ნაწილები, რატო არ იმსახურებს შენ? არა, თან ყველაზე ანუ ეს ყველაზე ძერსკი იქნება, მაგრამ ძვირად ღირებული და თან არ მგონია ჩვენთვის ჯერჯერობით შესაძლო. ანუ ძვლის ფილამენტი რო არის, ხო იცი? ხო. ძვლის ფერი მქონია. ძვლის შემცვლელი არის, ანუ კალციუმის და კალიუმის და ას ნაჯვარი არის, როდესაც შეიძლება დაბეჭდო. და წარმოიდგინე შენიც საკუთარი ჩონჩხი რო დაბეჭდო. ხო, ანუ მაგ ძვლის ფილამენტი. ვიცნობ, ჩემ ჩონჩხს როგორ რაღაც ჩემი ყრიმალები აქვს ამაზე ნაცვლად, ჩემი თავი. აი ეგ არის, ანუ ხო, ანუ გამოუსედეგ არის, მაგრამ აი კი. why not? ან ძეს ხო, არა, რატო? აი ხო შეიძლება რომ შენი აი ესე გაუკეთო რა და ეს დაბეჭდო, რომ აი მე ვარ, ნამდვილად მე ვიყან, ყველაზე ხო. ნამდვილად მე ვიყავი. არა, უბრალოდ ანუ ანუ ამას სკანერებით გააკეთე, მაგრამ MRT-ს ვიდახი რა, ანუ ის შიგთავსი რაც არის. ხო, არა, აი ეს ძვლები, ჩემი ძვლები რო იყოს, რომელიც შუათით საჩვენებს რა. როცა მაგ MRT-ში 40 წუთი ესე როზი ხარ, ხო? ხო, არა, MRT-ში დავჯდები 40 წუთი და ხოზე ხარ, აი რომ მოვკვდები ჩემ საფლავზე, აი ეს ამოყავით რა, ხელი რა, რომ ხოზე ხარ ჩონჩხმა ამოყო. ხელი შუათით იაჩვენა ყველას რა. ჰელოუინი მოდის ახლა. აი, ჩემი ჩონჩხი არის რა, აი მე რო ამომეყო ხელი და გავზომბებული ხავი. აი ეგ არის ზუსტად რა. მე მგონი ვიღაცის გულის დაბეჭდა მოგვიწევს. ხო. მას ეს უძაინახავენ, მაგრამ ხო, მე მგონი ეგ დღეს ეგ არის და ეგ შეგვიძლია. არის მოჩით, აღარ არის ნიუსები მეტი. ხო. ამას რა და ანუ ორი კვირა იყო, მეტი რა გინდა. რა დავარქვათ ამას, რაღაცა Fortnite-ული დაიჯესტი? არა, რეალურად უფრო მინდა კვირაში ერთხელ მოვხოდოთ, მაგრამ ეხლა ეს შემოშავდი მეც დაკავებული ვიყავი და ვერ გამოდიოდა. Bi-weekly.
bi-weekly დავარქვათ მაშინ. რას მოიფშეთ? ხო. ხო და არა უბრალოდ რა ვიცი, შეგვიძლია რაღაცა. ყოველკვირეული დაიჯესტი. ანუ YouTube-ი რო notification-ებს აგზავნის, ეგ მაგას მიმეუნება ხოლმე რა, რომ ვიღაცა დადო weekly digest-ი. ხო და ეხა იქნება რომ ჩვენი notification რომ მოვა, სამი დავერნამ დადო ყოველკვირეული digest-ი, weekly digest-ი, ორ ენაზე მივარა. მეგარი მშვენი. აბა მაგრად. აბა ხედა აბა